ქალბატონო გულიკო. ბატონო. როგორ მზადდები? უკეთ და უკეთ. უკეთ და უკეთ. აი, სხვათა შორის გეტყვით ახლა, ალალად გეტყვით, ძალიან მიჭირდა, როცა ადამიანებს ურეკავდი და მიუხედავად იმისა, რომ ცოტათი თამამი ვარ, რა თქმა უნდა, კორექტული რაღაცა, მიჭირდა ამ თემაზე საუბარი და ქალბატონ გულიკოს აი ესეთი მოწიწებით ხარი, რომ თქვენ აი გათხოვილი იყავით? არაო მითხრა. მაშინ გეპატიშებით გადაცემაში. მოვალ აუცილებლად დიდი სიხარულითო. მომიყევით, აი მომიყევით თქვენ შესახებ. აი ამ თემასთან დაკავშირებით. ის ცხოვრება, რაც მე გავიარე, მე ავლაბარში მოგეხსენებათ დავიბადე, გავიზარდე, დავბერდი. წარმოიდგინეთ თქვენ, რომ იქ გოგოს ნასახი არ იყოს, უბიჭები იყვნენ და მარტო მე. აი წარმოიდგინეთ როგორ გავიზარდეთ ერთად. ეს იყო რაღაცა აი ენით აუწერელი ბედნიერება. ყველა ჩემი ძმა იყო თითქმის. ყველა. იმიტომ რომ მე არც ძმა მყავდა და არც და და მარტო დედის ერთა ვიყავი. ყავდა არაჩვეულებრივი ოჯახი, ჩემი დედიკო და მამიკო და ბებია. არ ვიცი, აი ვერ აგიწერთ რა. და აი ამ ყველაფრის პატრონი ნუ ხო სულ ფეხბურთს თამაშობდით და ხო სულ რაღაცა ჭხუბი რო იყო და მეც ხო იქ ვიყავი, ნუ პატარა. ნუ აი ეს რაღაც სხვანაირად გავიზარდე. მე ტექნიკუმში ჩავაბარე, მუსიკალურ ტექნიკუმში. ნუ იქაც როგორ იყო, იცით? დედიკოს მოვყავდი, ხო? ერთხელ მარტო გამიშვა და ერთი კაცი გავლახე, ცუდად მომექცა და კი, ხო და დამყავდი ხოლმე ესე. 3 წელი არაფერი, 2 წელი არაფერი და მე კონსერვატორიაში. და კონსერვატორიაში უკვე მარტო გამიშვა დედიკომ და აქ უკვე რა ხდებოდა? კეიფები, ის რა ქვია, სიმღერები, ნუ ეხლა კალაკური. ისევე ძმები. მე დავაკვირდი ჩემ ცხოვრებას და ყველაზე კაი ხალხი ჩემი მეგობრები იყო და მეგობარზე როგორი ფიქრებ საერთოდ რომ ის მამაკაცია და შენ ქალი ხარ ერთნი ვართ სულ ყველა ხო ოჯახიანა და როგორ ვიფიქრებდი რომელიმეზე რას ლაპარაკობთ არ გადამრიოთ ხალხნო მეგობარი ძმაკაცია გულში არავინ არ ყოლია კი მყავდა სხვა შორის შეყვარებული მყავდა 19 წლის რომ გავხდი როგორ მოხდა იცით ძალიან მიყვარდა მაგრამ მე ტრაგიკულად დაიღუპა და იმის მერე აღარ შემიხედი არავისთვის და აღარავინ აღარ ყვარებიათ მიზან მიმართულად დარჩით ერთგული ამ სიყვარულის თუ ვიცით რა მოხდა აი ამ პიროვნების სიკვდილმა მე მიმიყვანა იქამდე რომ აი უცბად აი გადავერთე ისევე ჩემ სამეგობროში და სამეგობრომ გამომიყვანა მდგომარეობიდან ძალიან განვიცდიდი სხვათა შორის მთელი წლების განმავლობაში და მე უკვე დავანებით მე უკვე სხვა ცხოვრება წამოვიდა იქ სამსახური იქ ესა ხო იცი ყველაფერი და ძალიან გადავერთე უკვე სხვა თემაზე ისე რომ ძალიან ბევრი ის მყავდა თაყვანისმცემელი მოგეხსენებათ ხო და აი რომ დააკვირდები ეხლა რა წრეშიც ხარ გაზრდილი კაცის ბუნება ვიცი ზეპირად ხო რას აკეთებს როგორ შეხედავ მის ქცევას მის გამოხედვას მის სიტყვებს ხო აქ ამას მნიშვნელობა ერთხელ დედაჩემმა შემჭამა გაყევი გოგო თეატრში გაყევი გეპატიჟებაო და ეგება მოგეწონოსო გაყევი თეატრში მარჯანიშვილის თეატრში დამსვა ეგ რაღაცა უყურებთ იმას აზრი ვაინტერესებს მაგისი რას ფიქრობს იჯი ხო არა რა დროს ეგ არის აქეთ იხით იყურება იმას ესაცვია იმას ის უკეთია იმას ისინი რო იყო შესვენებები ყველა რაღაცას უყიდი და მოუტანდა ეს არც იძრეოდა გოგო ეს იჯდა იმასავით მუდოსავით არ დაგპატიშათ არა და მე რომ უკვე დავამთავრეთ ეხლა მე ხო უკვე ჩემი აზრი მაქვს და გამოვედით გარე და თქეში წვიმა მოდის იგი აი არ ვიცი და ნუ როგორ მოახერხა ტაქსის გაჩერება არ ვიცი და ყველაზე კაი საქციელი რაც გააკეთა ეს იყო ის რომ
დაღუნა თავი და შევარდა პირველი მანქანაში. თვითონ. მე ძალიან კარგად გადავედი დავჯექი წინ ძღოლის გვერდში. ეს უკან იჯდა. ამას ეგონა გვერდში დავიჯდა. დედა. მიმიყვანა სახლამდე, ამოვიღე ფული და შენ გინაცვალე. ესეც დააბინავე მე. არა, მე მოსმენ სახლში ჩამოვედი. მივედი გულკო რა შვები და იმას შვები. მე ვთქვი რაც საჭიროა, აბა შეინჭირიმე, აბა კარგად მომიკითხე ყველანი თქო. შემოვედი სახლში და დედა ჩემი მეკითხებ. ვაიმეო, იშველეო, მამა ჩემს ეუბნება. ამან რაღაცა სასწაული ქნევ. რა უნდა მექნა დედა, მე უთხარი. ეს ქნა, ის ქნა, ეს ქნა, ის ქნა, ეს ქნა. და ბოლოში მე უთხარი დედიკო პირველი ჩაჯდა მანქანაში. დედა. რა მე რითი დამთავრდა? არაფერი დედიკო გზის ფული გადაუხატეთ თქო. სამი გავაგზავნე თქო. დამთავრდა.